აბა დავფიქრდეთ, რა ხდება დღეს 130 კილოგრამ წონით კატეგორიაში. ერთი მხრიდან გვესმის, რომ არმანი ძალიან მაგარი მებრძოლია, რომ მას ჩაგრავენ, რომ მას ეკუთვნოდა ტიტულზე ჩხუბი. მაგრამ მოდით თვალებში ჩავხედოთ სიმართლეს. ვინმეს მართლა აინტერესებს წარუკიანის ჩხუბი? ხალხს უნდა სანახაობა, ხალხს უნდა ქარიზმა, ხალხს უნდა ლეგენდები. არმანი კი? არმანი უბრალოდ კარგი მოჭიდავეა, რომელსაც გონია, რომ ყველაფერი ეკუთვნის. დანა უაითმა პირდაპირ თქვა, დენ ჰუკერისთვის თავის ჩარტყმამ პრესკონფერენციაზე დიდი როლი ითამაშა იმაში, რომ არმანს სატიტულო შანსი წაართვესო. სასაცილოა არა? ჩვენ გვინახავს ჯონ ჯონსი და დანიელ კორმიე, რომლებიც პირდაპირ სცენაზე ერთმანეთს ხორცს აგლეჯდნენ, მაგრამ მათთვის ჩხუბი არავის დაუშლია. გვახსოვს კონორ მაკგრეგორი, რომელმაც ავტობუსს რკინის ურიკა ესროლა, ნახევარი როსტერი დაასახიჩრა და მერე რა ქნა დანამ? სატიტულო ჩხუბი მისცა ხაბიბთან. მაშინ ჩნდება კითხვა, რატომ დააიგნორეს არმანი? პასუხი მარტივია და ის ბევრად უფრო ღრმაა, ვიდრე უბრალოდ თავის ჩარტყმა. არმანი და მისი გულშემატკივრები ამბობენ, რომ ეს უსამართლობაა. მე კი გეტყვით, ეს არის ბიზნესი. წარუკიანი უბრალოდ მოსაბეზრებელია. ის არ არის ისეთი ვარსკვლავი, როგორიც ჩვენი ილია თოფურიაა, რომელიც რინგზე შედის და ყველა მიცის, რომ იქ რაღაც ისტორიული მოხდება. საინტერესო ისაა, რომ სანან არმანი დენ ჰუკერს დაეტაკებოდა, UFC-ს უკვე სხვა გეგმები ჰქონდა. მათ უნდოდათ ილიასა და პედი პიმბლეტის დაპირისპირება. წარმოგიდგენიათ, პედი ბედი პიმბლეტი, ტიპი, რომელიც უფრო მეც ლაპარაკობს, ვიდრე ჩხუბობს, მაგრამ მაინც უფრო მეტი რეიტინგი აქვს, ვიდრე ნაშრომ ნაცვალებ არმანს. რათომ? იმიტომ, რომ პედი შოუს დგამს. არმანი კი? არმანი უბრალოდ პრეტენზიული ბიჭია. პედიმ პირდაპირ უთხრა, შენ ხარ პატარა მდიდალი ბიჭუნა, რომელსაც მამიკო ყველაფერს უსწორებდაო. და იცით რა? ამაში არის სიმართლის მარცვალი. როცა ქართველი მებრძოლები, ილია, მერაბი, სისხლით და ოფლით, ემიგრაციაში მშივრები მიიწევდნენ წინ, არმანი ყოველთვის კომფორტში იყო. და ახლა როცა საქმე საქმეზე მიდგა, როცა საჭირო გახდა ნამდვილი ხასიათის ჩვენება, მან რა ქნა? ფანს დაარტყა ტრიბუნაზე. წარმოგიდგენიათ, ადამიანი სატიტულო შანსზე გადის და გზად მაყურებელს ეჩხუბება. ეს არის პროფესიონალიზმი? დანა უაიტი არ არის სულელი. მან იცის ვისზე დადოს ფსონი. როცა ისლამ მახაჭევმა წონა დატოვა და ვაკანტური გახდა ქამარი, UFC-მ ჩარლს ოლივეირა და ილია თოფურია დააყენა წინ. დიახ, ოლივეირამ წააგო წარუკიანთან, მაგრამ ხალხს მაინც ჩარლზი უფრო უყვარს. იმიტომ რომ ოლივეირა მეომარია, წარუკიანი კი ქულების დამწერი. ქართველო კომაგებო, დაფიქრდით. არმანი ამბობს, რომ ილია გაურბის. სინამდვილეში კი ვინ ვის გაურბის? პედი პიმბლეტი, რომელიც ახლა ჯასტინ გეიჯის უმიძნებს, საერთოდ არიდებს თავს არმანს. რატომ? იმიტომ რომ პედი წამგებიანი ვარიანტია, რთული ჩხუბი და ნულოვანი ინტერესი მაყურებლისგან. სასაცილო ისაა, რომ წარუკიანი ახლა ფუდბლოგერი გახდა. დიახ, კაცი თავის პრაიმშია, ჩხუბს არ დარძევენ და იძულებულია ხინკალაზე და მწვადზე ვიდეოები გადაიღოს. აი, ეს არის მისი რეალური დონე, სამზარეულო და არა ოქტაგონის ცენტრი, სადაც ილია თოფურია მეფობს. მაგრამ დავიჯეროთ, რომ ყველაფერი მხოლოდ თავის ჩარტყმის ბრალია, თუ აქ სხვა უფრო ბინზური თამაში მიდის. რატომ აძლევენ დიეგო ლოპეს შანსს ზერაზედ, როცა ლერონ მერფი დაუმარცხებელია? რატომ ჩაგრავენ ზოგს და ზოგს ოქროს ლანგრით მიართმევენ ტიტულებს? ამ ყველაფერზე შემდეგ ნაწილში ვისაუბრებთ, სადაც პედი პიმბლეტის ბინზურ გზას და არმანის მორიგ ფიასკოს განვიხილავთ. არ გადართოთ გზა, იმიტომ რომ წინ ყველაზე ცხელი ამბებია. მოდით გადავხედოთ პედის დიდებულ გზას. ვის მოუგო ამ კაცმა? ჯერ იყო ჯარედ გორდონი. თელმა სამხარომ ნახარომ პედიის ჩხუბი წააგო, მაგრამ საჯებმა გამარჯვება ლანგრით მიართვეს. მერე ვინ მისცეს? 39 წლის ტონი ფერგიუსონი, რომელსაც 8 წაგება ჰქონდა ზედიზედ. მერე 37 წლის ბობი გრინი და 38 წლის მაიკლ ჩენდლერი. ტიპი პირდაპირ პენსიონერების გამანადგურებელი გახდა. პედი პიმბლეტი დღეს UFC-ს ჯეიკ პოლია, ხოლო მათ ეჩხუბება, ვისაც უკვე დიდი ხანია ვადა გაუვიდა. და ამ დროს რას აკეთებს არმან წარუკიანი? არმანი ყველას უმტკიცებს, რომ ის მშრომელი ბიჭია. მაგრამ მოდით სიმართლეს თვალი გაუსწოროთ. რატომ არის წარუკიანის მიმართ ასეთი აგრესია? იმიტომ რომ ის ზედმეტად თავდაჯერებულია იქ, სადაც ჯერ არაფერი დაუმტკიცებია. დიახ, მან მოუგო ოლივეირას და დარიუსს, მაგრამ მისი ქცევა ოქტაგონს გარეთ ყოველგვარ ზღვარს ცედა. აი შეხედეთ ილია თოფურიას. როცა ილია ლატარაკობს, ის ამას საქმით ამყარებს. ილია შევიდა და ვოლკანოვსკი დააძინა. ილია შევიდა და ჰოლოვეის პირველი ნოკაუტი აგემა ცხოვრებაში.
არმანი კი? არმანი მხოლოდ წუწუნებს. ის ამბობს, რომ პედი ტოპ-10-ში ყოფნას არ იმსახურებს, რადგან მისი ბოლო 3 მეტოქის ჯამური რეკორდი იყო 0 მოგება და 13 წაგება. სიმართლეა? კი, სიმართლეა. მაგრამ როცა არმანს შანსი ჰქონდა თავი ნამდვილ ჩემპიონად ეჩვენებინა, მან რა ქნა? დენ ჰუკერს თავი ჩაარტყა ჩხუბამდე. ეს არის სწორედ ის მენტალიტეტის სხვაობა, რაზეც ქართველები ყოველთვის ვამბობთ. ჩვენთვის სპორტი არის პატივისცემა და ვაჟკაცობა. არმანისთვის კი ეს არის პიარი, რომელიც მასვე შემოუბრუნდა. ახლა კი ზის და უყურებს, როგორ ართმევენ სატიტულო შანსს მის თვალწინ. საინტერესოა ერთი დეტალი. პედი პიმბლები ამბობს, რომ არმანი სტილისტურად უფრო რთული მეტოქეა ვიდრე ილია. წარმოგიდგენიათ ეს თავხედობა? პედის გონია, რომ ილია თოფურიასთან უფრო მეტი შანსი აქვს ვიდრე წარუკიანთან. ეს არის კლასიკური დინგი, როგორც თავად პედი იტყოდა. მათ უნდათ, რომ ჩვენი ჩემპიონი დააკნინონ, მაგრამ ყველამ ვიცით, როგორ დამთავრდება პედისა და ილიას შეხვედრა. ეს იქნება უსწრაფესი ნოკაუტი UFC-ს ისტორიაში. არმანი კი ნაცვლად იმისა, რომ ჩუმად ივარჯიშოს, ყველას ეპატიჟება ჩხუბზე. პედის, ჰუკერს, გეიჯის, ნოემბერში ყატარში უნდოდა ჩხუბი, მაგრამ ვინ დაუდგა? არავინ, იმიტომ რომ არმანი ტოქსიკურია. ის ისეთივე მოსაბეზრებელი გახდა, როგორც ის ძველი ნათესავი, რომელიც სუფრაზე ყველას ჭყუას ასწავლის. თვითონ კი არაფერი გაუკეთებია. და იცით რა არის ყველაზე დიდი აბსურდი? UFC-მ საერთოდ აუკრძალა წარუკიანს გრეპლინგში ასპარეზობაც კი. კარლოს პრაატას უნდოდა მასთან ჭიდაობა, მაგრამ ორგანიზაციამ უარი უთხრა. რატომ? ნუ თუ ეშინიათ, რომ მათი მომავალი ვარსკვლავი, რომელიც ასე ძალიან უნდათ რომ გახდეს, სადმე არაფორმალურ გარემოში არ შერცხვეს. ახლა კი ყველაზე მთავარი. რატომ დაიწყო წარუკიანმა ლაპარაკი 66 კილოგრამში, ფეიზერვეიტში? ნუ თუ ხდება, რომ 70 კილოგრამში მისი მზე ჩაესვენა. თუ იქ უნდა ჩამოსვლა, სადაც ილია თოფურია მეპობის, რომ კიდევ ერთი გამოსამშვიდობელი ნოკაუტი მიიღოს, მოემზადეთ. მესამე თაროზები მოგიყვებით იმ საიდუმლო გეგმაზე, რომელსაც დანა ვაიტი ამზადებს. იქ გაიგებთ, რატომ შეიძლება საერთოდ ვეღარ ვნახოთ წარუკიანი ოქტაგონზე მომავალ 1 წლის განმავლობაში და რა კავშირი აქვს ამ ყველაფერს ჭამის კონკურსს. არ გამორთოთ, ეს ნამდვილი ბომბია. მეგობრებო, მივედით ყველაზე საინტერესო ნაწილამდე. იცით რა არის სპორტსმენისთვის ყველაზე დიდი სასჯელი? არა წაგება, არამედ დავიწყება. და სწორედ აქ დაუშვა არმან წარუკიანმა თავისი ცხოვრების მთავარი შეცდომა. სანამ ილია თოფურიამ სოფლიო მედიის ყურადღების ცენტრშია და ნამდვილ ისტორიას წერს, არმანი იძულებულია საჭმელზე ვიდეოები გადაიღოს. დიახ, არ მოგესმათ. კაცი თავის პრაიმში, ნაცვლად იმისა, რომ საჩემპიონო კამარს აპრიალებდეს, სამზარეულოში ტრიალებს. ეს არის ის დიდი მომავალი, რომელსაც ასე თავდაჯერებულად გვიქადგა? მოდით რეალობას შევხედოთ. UFC-მ არმანს მაქს ჰოლოვეისთან BMF ტიტულზე ჩხუბიც კი არ მისცა. რატომ? პასუხი მარტივია. დანა ვაიტს არ სჭირდება ჩემპიონი, რომელიც პრეს-კონფერენციებზე ხალხს თავით ეჯახება და მერე ტირის, ჩამიგდესო. ამის ნაცვლად, მათ ისევ ჩარლს ოლივეირა დააბრუნეს სატიტულო რბოლაში. წარმოგიდგენიათ? კაცი, რომელიც წარუკიანმა დაამარცხა, ისევ მასზე წინ დგას რეიტინგში და პატივისცემაში. ეს ნიშნავს მხოლოდ ერთს: წარუკიანი ორგანიზაციისთვის პერსონა ნონ გრატა გახდა. და აი აქ შემოდის ჩვენი საყვარელი პედი პიმბლეტი. დანას გეგმა უკვე ნათელია. თუ პედი მოუგებს ჯასტინ გეიჯის, რაც მოდით ვაღიაროთ UFC-ს ძალიან უნდა, მაშინ ჩვენ ვიხილავთ ილია თოფურიასა და პედი პიმბლეტის დაპირისპირებას. ეს იქნება გრანდიოზული შოუ და სად იქნება ამ დროს არმანი? არმანი ალბათ ისევ YouTube-ზე იქნება და ახალ რეცეპტებს შემოგთავაზებს. ჩვენთან საქართველოში იციან ერთი რამ: თუ გინდა იყოს საუკეთესო, უნდა მოიქცე როგორც საუკეთესო. წარუკიანი კი ყველაფერს აკეთებს, რომ თავის საცოდავად წარმოაჩინოს. ახლა 145 ფუნტში, 66 კილოში ჩამოსვლაზე დაიწყო ლაპარაკი. მართლა გონიათ, რომ იქ, სადაც ილია მატადორი თოფურია დგას, წარუკიანს რაიმე შანსი აქვს? ილიამ ვოლკანოვსკი დააძინა, ჰოლოვეი გათიშა. არმანი კი თავისი მოსაწყენი ჭიდაობით, იქ უბრალოდ მორიგი მსხვერპლი იქნება. იცით რა არის ყველაზე დიდი სირცხვილი? ვიღაცამ ტვიტერზე დაწერა და სრული სიმართლეა. ჩვენ შეიძლება უფრო ადრე ვნახოთ არმან წარუკიანისა და პედი პიმბლეტის შეჯიბრი ხინკლის ჩამაში, ვიდრე მათი ჩხუბი ოქტაგონზეო. აი, აქამდე მივიდა დიდი პრეტენზიების მქონე მებრძოლი. როცა სპორტული ამბიციები კულინარიულ ბლოკში გადადის, იქ ყველაფერი დამთავრებულია. და აი დაპირებული საიდუმლოც. დანა ვაიტი არაფერს ივიწყებს. ის თავის დაკვრა დენ ჰუკერისთვის არ იყო უბრალოდ ინციდენტი. ეს იყო საბაბი, რომ წარუკიანი დიდი თამაშიდან მინიმუმ 1 წლით გაეთიშათ. დანას უნდა ვარსკვლავები, რომლებიც ხალხს პატივს სცემს და არა ხულიგანები, რომლებიც სპორტს სახელს უტეხენ. მეგობრებო, სიმართლე ის არის, რომ არმან წარუკიანი თავისივე ამ პარტავნების მსხვერპლი გახდა.
მას ეგონა, რომ მამიკოს ფულით და ხმამაღალი განცხადებებით ყველაფერს მიაღწევდა. მაგრამ UFC-ში არის ერთი ადამიანი, რომელსაც ვერ მოატყუებ. ეს არის მაყურებელი და მაყურებელს ურჩევნია უყურებს ნამდვილ ვაჟაკებს, როგორიც არის ილია, ვიდრე განებივრულ ბიჭუნებს. თქვენ რას ფიქრობთ? მართლა აჩქრავენ არმანს, თუ მან მიიღო ის, რასაც იმსახურებდა? და ზოგადად, აქვს კი აზრი მისი ჩამოსვლა 66 კილოში ილიასთან? დამიწერეთ კომენტარებში, საინტერესოა თქვენი აზრი. არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა, რადგან წინ კიდევ უფრო მაგარი მხილებები გველოდება. აქვე აღწერაში ნახავთ პლეილისტს, სადაც ნაჩვენებია როგორ ისჯებიან თავხედი მებრძოლები ნოკაუტით. აუცილებლად ნახეთ, ის იამოვნებთ. მადლობა ყურადღებისთვის, მომავალ შეხვედრამდე. აბა ჰე!